სოფლის მოსახლეობა კომპენსაციებს ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობის გამო მიწის ნაკვეთები იტბორება. მოსახლეობა კომპანია აჭარა ენერჯი 2007-დან რეგიონის მთავრობისგან და ენერგეტიკის სამინისტროსგან დაპირებული კომპენსაციის მიღებას ითხოვს. კომპანიაში ამბობენ, რომ ხელმძღვანელობა საზღვარგარეთ იმყოფება და ამ ეტაპზე რაიმე კომენტარი არ გაკეთდება. მშენებლობას ვაფერხებ და არ ვაძლევთ საშუალებას სამუშაოების გაგრძელებას, სანამ აჭარის მთავრობა, უშუალოდ ენერგეტიკის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი არ გამოყოფს იმ მუშა ჯგუფს და 21 დღის განმავლობაში ადგილზე საველე მდგომარეობაში აგერ აქვე, უშუალოდ აქვე არ გავივლით ამ თემებს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. მოთხოვნა არის იმ მიწების კომპენსაცია, რომელიც წყლით იფარება უბრალოდ მეტი არაფერი. ჩვენი წინაპრების, ჩვენი ბაბუას, ბებიას, მამის, დედის მიწებია, რომელსაც ამუშავებდნენ და რომლიდანაც მოსავალი მოდიოდა. მოსახლეობა კარგავს საარსებო წყაროს, მიწას. მოსახლეობა კარგავს სახლავსათეს მიწებს, საფლავებს და არავინ არ მოდის და ეუბნება ამისთვის ბოდიში და თქვენ აუცილებლად რაღაც ალტერნატიულს მიიღებთ. ამაზე არავინ მით უმეტეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აღებული ქონდა და როცა ხალხი გაერთიანდა და ხარვეზები ამოიწურა, ხელისუფლება ეუბნება, რომ თურმე კომპანია უნდა გადაიხადოს.